10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გადავიდეთ მთვარეზე. პირველი. ნივთიერება, სახელად ჰელიუმ-3. ეს არის უიშვიათესი იზოტოპი, რომელიც დედამიწაზე პრაქტიკულად არ მოიპოვება. მთვარის ზედაპირი კი სავსეა მისით. მეცნიერების აზრით ეს ნივთიერება დედამიწას იხსნის ენერგეტიკული კრიზისისკენ. დღევანდელი ატომური ელექტროსადგურებისგან განსხვავებით, რომლებიც მძიმე მეტალებს და სახიფათო რადიოაქტიურ ნარჩენებს წარმოქმნიან, ჰელიუმ-3-ზე დაფუძნებული რეაქცია სრულიად სუფთა, ეფექტური და უსაფრთხო. გათვლები აჩვენებს, რომ სულ რაღაც 150-200 ტონა ჰელიუმ-3 საკმარისი იქნებოდა მთელი პლანეტის ენერგომოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად 1 წლის განმავლობაში. ჰელიუმ-3-ის მთავარი წყარო არის მზე. მზეზე მიმდინარე თერმობირთული რეაქციების შედეგად წარმოქმნილი ეს იზოტოპი კოსმოსში მზის ქარის საშუალებით ვრცელდება. მინაიდან მთვარეს არც მაგნიტური ველი აქვს და არც ატმოსფერო, მილიარდობით წლის განმავლობაში მზის ქარი პირდაპირ ეცემოდა მთვარის ზედაპირს და ავსებდა მას ჰელიუმ-3-ით. მთვარის ზედაპირზე დაახლოებით 1,1 მილიონი ტონა ჰელიუმ-3-ია დალექილი. ეს რაოდენობა კაცობრიობას ათასობით წლის განმავლობაში ეყოფა ენერგიის მისაღებად. მეორე. მთვარე არ არის საბოლოო დანიშნულების ადგილი. ის არის გიგანტური პლატფორმა, რომელიც სხვა პლანეტებისკენ გვიხსნის გზას. დღეს კოსმოსური ფრენების ყველაზე დიდი დაბრკოლება დედამიწის ძლიერი გრავიტაციაა. ჩვენი პლანეტიდან გასაღწევად გიგანტური რაკეტები და წარმოუდგენელი რაოდენობით საწვავია საჭირო, რომლის 90% მხოლოდ ატმოსფეროს დასაძლებლად იხარჯება. მთვარეზე კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მისი გრავიტაცია დედამიწის გრავიტაციაზე 6-ჯერ უფრო სუსტია, რაც მას იდეალურ კოსმოსურ პლატფორმად აქცევს. წარმოიდგინეთ ხომალდები, რომლებიც არა დედამიწაზე, არამედ მთვარის ორბიტაზე ან პირდაპირ მის ზედაპირზე აიგება. იქიდან გაშვებული რაკეტა მინიმალურ ენერგიას მოიხმარს, რაც მზის სისტემის სხვა პლანეტებამდე ან კიდევ უფრო შორ წერტილებამდე მიღწევას ბევრად უფრო იაფს და რეალურს გახდის. მთვარე იქნება ერთგვარი კოსმიური ავტოსადგური და თუ ჩვენ მართლა გსურს რომ გავხდეთ ინტერპლანეტარული ცივილიზაცია, მთვარის ათვისება პირდაპირ გარდაუვალია. მესამე. წლების განმავლობაში გვეგონა, რომ მთვარე აბსოლუტურად მშრალი და უსიცოცხლო იყო, თუმცა პოლუსების მუდმივად დაჩრდილულ კრატერებში მეცნიერება წყლის ყინულის უზარმაზარი მარაგები აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა ყველაფერს ცვლის, რადგან წყალი კოსმოსში სიცოცხლის და გადაადგილების მთავარი საშუალებაა. ეს ნიშნავს არა მხოლოდ სასმელ წყალს მომავალი კოლონისტებისთვის, არამედ ჟანგბადს სუნთქვისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თხევად წყალბადს, რომელიც უმძლავრესი რაკეტული საწვავია. მთვარის ყინულოვანი მაღაროების წყალობით კაცობრიობა შეძლებს შექმნას დახურული ეკოსისტემები, სადაც მცენარეები გაიზრდება და ატმოსფერო მუდმივად განახლდება. ამის შედეგად მთვარე აღარ იქნება მხოლოდ დროებითი გაჩერება, ის გახდება ჩვენი მეორე სახლი, სადაც რესურსებს უკვე თავად მოვიპოვებთ. წყლის არსებობა ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვართ მიჯაჭვური დედამიწის მარაგებზე და შეგვიძლია ავაშენოთ ქალაქები იქ, სადაც ეს ადრე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. მეოთხე, ჩვენი პლანეტა ძალიან მყიფეა. ისტორიამ გვასწავლა, რომ კატასტროფები გარდაუვალია. იქნება ეს გიგანტური ასტეროიდის შეჯახება, გლობალური პანდემია, თუ ადამიანის მიერ გამოწვეული ბირთვული აპოკალიფსი. დღეს კაცობრიობა ჰგავს კაცს, რომელსაც მთელი თავისი ქონება და ძვირფასეულობა მხოლოდ ერთადერთ ჩანთაში აქვს ჩალოქებული. მთვარეზე ავტონომიური კოლონიის შექმნა კი კაცობრიობის ერთგვარი სარეზერვო ასლი იქნება. ეს არ არის მხოლოდ ადამიანების გადასახლება. ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდის, კულტურული მემკვიდრეობის და დაგროვილი ცოდნის შენახვა დედამიწის გარეთ. თუ კი ჩვენ მშობლიურ პლანეტას რაიმე ფატალური დაემართება, მთვარეზე მყოფი ადამიანები შეძლებენ კაცობრიობის ისტორიის გაგრძელებას და შესაძლოა დედამიწის ხელახლა რეაბილიტაციასაც კი. მთვარის კოლონიზაცია არის დაზღვევა სრული გადაშენების წინააღმდეგ. მთვარე საკმარისად შორს არის, რომ დედამიწისეულმა კატაკლიზმებმა მასთან ვერ მიაღწიოს, მაგრამ საკმარისად ახლოს იმისთვის, რომ დედამიწის მუდმივი მეთვალყურეობა შევძლოთ. მთვარე არის ჩვენი სახეობის უკდავების გარანტია იმ ამოუცნობ სამყაროში, სადაც არავინ იცის, თუ რა მოხდება ხვალ. მეხუთე. დედამიწა ასტრონომებისთვის საკმაოდ ხმაურიანი ადგილია. ატმოსფერო სინათლეს ფანტავს, ხოლო ჩვენი ტექნოლოგიები წარმოუდგენელ რადიოხმაურს ქმნის, რაც კოსმოსიდან წამოსულ სულ სიგნალებს ახშობს. სამაგიეროდ, მთვარის მეორე, ეგრეთ წოდებული მგლელი მხარე, იდეალური ადგილია გიგანტური რადიოტელესკოპების გასათავსებლად. ასევე, მთვარე ერთადერთი ადგილია ჩვენს სამეზობლოში, რომელიც დედამიწის ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან მისივე გიგანტური მასითაა ეკრანირებული. აქ დამონტაჟებული ტელესკოპები საშუალებას მოგცემს დავინახოთ სამყაროს ყველაზე ადრეული პერიოდები, ეგრეთ წოდებული ბნელი საუკუნეები, როცა პირველი ვარსკვლავები ჯერ კიდევ არ იყვნენ ანთებული. მთვარე არის საუკეთესო წერტილი უცხოპლანეტური ცივილიზაციების საზეიმნელად. თუ შორეული ვარსკვლავური სისტემებიდან ვინმე რადიოსიგნალებს გამოაგზავნის, მთვარის სიმშვიდეში მათი დაჭერა ბევრად უფრო მარტივი იქნება. მთვარე გახდება ჩვენი კოსმიური ობსერვატორია, რომელიც ფარდას ახდის იმ საიდუმლოებებს, რომლებსაც დედამიწის სქელი და ხმაურიანი ატმოსფერო ათასწლეულების განმავლობაში გვიმალავდა. მეექვსე. მთვარეზე დასახლება ნიშნავს, რომ ჩვენი სახეობა ევოლუციის სრულიად ახალ და მოულოდნელ გზას დაადგება. დედამიწისგან განსხვავებით, სადაც გრავიტაცია ჩვენს სხეულებს ფორმას აძლევს და მიწისკენ გვეკაჩება, მთვარის 6-ჯერ უფრო სუსტი მიზიდულობა ადამიანის ანატომიას რადიკალურად შეცვლის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იქ დაბადებული მომავალი თაობები ბევრად უფრო მაღლები და სუსტი აღნაგობის იქნებიან. მათი ძვლები უფრო დაგრძელდება
ხოლო გულ-სისხლძარღვთა სისტემა ისე გადაეწყობა, რომ დაბალი დატვირთვის პირობებშიც ჩვეულებრივად იმუშავებს. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური ცვლილება. ეს არის ახალი ქვესახეობის დაბადების დასაწყისი. წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც იმდენად შეეგუებიან მთვარის გარემოს, რომ დედამიწაზე დაბრუნება მათთვის ფიზიკურად შეუძლებელი გახდება. ეს ნიშნავს კაცობრიობის გაყოფას ორ ნაწილად: დედამიწალებად და კოსმოსის ბინადრებად. მთვარის ათვისების პროცესი გვიბიძგებს გავხდეთ რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მიწიერი არსებები. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ადამიანმა განიცადოს ბიოლოგიური ადაპტაცია სხვა სამყაროების მიმართ. ჩვენ აღარ ვიქნებით უბრალოდ სტუმრები კოსმოსში. ჩვენ გავხდებით მისი ნაწილი, შეცვლილი დნმ-ით და სრულიად ახალი შესაძლებლობებით. მე-7. ხსმენიათ რაიმე ცარიელი მთვარის თეორიის შესახებ. ყველაფერი 1969 წელს დაიწყო, როცა აპოლო 12-ის მისიის ფარგლებში ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირზე ხომალდის მოდული შეაჯახეს სეისმური ექსპერიმენტისთვის. შედეგმა მეცნიერები შოკში ჩააგდო. მთვარე თითქმის 1 საათის განმავლობაში ზარივით გუგუნებდა. NASA-ს ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მთვარე ისე ვიბრირებდა, თითქოს შიგნით დიდი სიცარიელე ან გიგანტური ლითონის კონსტრუქცია ყოფილიყო. აქედან იბადება ერთ-ერთი ყველაზე თამამი შეკითხვა: არის თუ არა მთვარე საერთოდ ბუნებრივი თანამგზავრი? ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ მთვარე არის ხელოვნურად შექმნილი ობიექტი, ერთგვარი კოსმოსური ხომალდი, რომელიც მილიონობით წლის წინ უცნობმა ცივილიზაციამ დედამიწის ორბიტაზე განათავსა. სწორედ ამიტომ არის მისი ათვისება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გავუბრუნოთ მისი ქერქი და საბოლოოდ გავარკვიოთ, თუ რა იმალება მთვარის შიგნით. პასუხი კი შეიძლება იმაზე გასაოცარი ან შემზარავი აღმოჩნდეს, ვიდრე ნებისმიერი სამეცნიერო ფანტასტიკა. მე-8. კონკრეტულად გადავხედოთ NASA-ს საიდუმლო არქივებს და ასტრონავტების მიერ დატოვებულ ორაზროვან ჩანაწერებს. ათწლეულების განმავლობაში ვრცელდება თეორიები, რომ მთვარის ზედაპირი სავსეა უძველესი, არამიწიერი ცივილიზაციების ნაშთებით. ანომალიების მკვლევარები ხშირად მიუთითებენ ფოტოებზე, სადაც თითქოს ჩანს გეომეტრიულად სრულყოფილი სტრუქტურები, შუშის გიგანტური კოშკები, ობელისკები და პირამიდის მსგავსი მონოლითები, რომლებიც ბუნებრივ კლდოვან წარმონაქმნებს საერთოდაც არ ყვანან. ყველაზე ცნობილი კონსპირაცია ეხება ეგრეთ წოდებულ ბლერის პიკებს, 7 უცნაურ ობიექტს, რომლებიც ისეთი მათემატიკური სიზუსტითაა განლაგებული, რომ შემთხვევითობას პრაქტიკულად გამორიცხავს. რატომ შეწყდა მთვარეზე ფრენები თითქმის ნახევარი საუკუნით? ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კაცობრიობამ იქ ისეთი რაღაც აღმოაჩინა, რისთვისაც მზად არ იყო. მთვარის ხელახალი ათვისება ნიშნავს ამ ბურუსით სავსე ისტორიების სააშკარაოზე გამოტანას. თუ კი მთვარეზე მართლა ვიპოვეთ ისეთი ტექნოლოგიის კვალი, რომელიც წინოსწრებს თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ სამყაროში ნამდვილად არ ვართ მარტო, ან ჩვენი რომელიმე წინაპარი იმ დონემდე განვითარდა, რომ მთვარის ათვისება ჯერ კიდევ შვერეულ წარსულში დაუწყია. მე-9. არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც მთვარე გიგანტური სათვალთვალო კამერაა, რომელიც დედამიწისკენაა მომართული. დაფიქრებულ ხართ, რამდენად უცნაურია ის ფაქტი, რომ მთვარე ყოველთვის ერთი და იმავე მხრითაა ჩვენკენ მობრუნებული. ან ის, რომ მისი ზომა და დედამიწიდან დაშორება იმდენად ზუსტია, რომ იგი მზის დაბნელებისას იდეალურად ფარავს მის დისკოს. ასტროფიზიკოსებისთვის ეს წმინდა წყლის დამთხევაა, მაგრამ ჩვენნაირი კონსპირაციების მოყვარულთათვის ხელოვნური დაგეგმარების შედეგი. არსებობს ვარაუდი, რომ მთვარე არის უცხოპლანეტური ცივილიზაციის მიერ განთავსებული ავტონომიური სადგური, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში აკვირდება დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციას. ამ თეორიის მიხედვით, ჩვენ ვართ ერთგვარი ექსპერიმენტი, ხოლო მთვარე ლაბორატორიული დაკვირვების ლინზა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მთვარეზე გადასვლა. თუ მთვარე მართლაც სათვალთვალო პოსტია, მაშინ იქ დაბრუნება ნიშნავს, რომ კაცობრიობა გალიიდან გამოდის და მზადაა პირისპირ შეხვდეს თავის დამკვირვებლებს. ეს არის ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის და იმის გარკვევა, თუ ვინ და რა მიზნით ვითვალთვალებს კოსმოსური წყვილადიდან. ამ საიდუმლო სამოხსნა კი საბოლოოდ დაგვანახებს ჩვენს ნამდვილ ადგილს გალაქტიკური იერარქიაში. მე-10. შესაძლოა მთვარე საერთოდაც არ იყოს უბრალოდ ციური სხეული, არამედ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელიც დედამიწისკენ გარკვეულ სიხშირეებს და სიგნალებს ასხივებს, რომელსაც უცხოპლანეტური რასა ან ჩვენთვის ყოველს წარმოუდგენელი არსებები მართავენ. ამ თეორიის მიხედვით მთვარის სიგნალები ჩვენს ცნობიერებასა და აღქმაზე მოქმედებს, რაც გვაიძულებს სამყარო დავინახოთ ისეთი, როგორიც მატრიცას სჭირდება, და არა ისეთი, როგორიც იგი სინამდვილეში. მაშინ გამოდის, რომ მთვარე ერთგვარი ფილტრია, რომელიც ბლოკავს ჩვენს კავშირს სამყაროს რეალურ ენერგიებთან და კაცობრიობას გარკვეულ ილუზიაში ამყოფებს. სწორედ ამიტომ მთვარის ათვისება და მასზე პირდაპირ ზრდომა არის ერთადერთი გზა ამ კოსმოსური კოდის გასატეხად. თუ ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ სიგნალის წყარო და გავარკვიოთ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა, შესაძლოა მთელი ჩვენი რეალობა შეიცვალოს. მთვარეზე დაბრუნება არ არის მხოლოდ ახალი მიწების ძიება. ეს არის მცდელობა, ჩავწვდეთ ჩვენი არსებობის ფუნდამენტურ საიდუმლოს და გავარკვიოთ, ვართ თუ არა ციფრული ან ბიოლოგიური სიმულაციის ტყვეები. ეს არის კაცობრიობის საბოლოო შანსი, გათიშოს მატრიცა და დაინახოს სამყაროს ნამდვილი სახე.